40 წელი ვატარეთ სამედიცინო უნივერსიტეტის სახელი წარმატებულად თემ სოფლიოში იმ ქვეყნებსაც ჩვენ ჩავდივართ. ჩემი და ჩემი მეგობრებისთვის, რომლებიც სამედიცინოში სწავლობდით 40 წლის წინ, როცა დავიწყეთ ეს ანსამბლი, ეს იყო დარჩა დიდ ოჯახად. ძველი თაობიდან შემორჩი ამ ანსამბლს როგორც ხელმძღვანელი და მისი ერთ-ერთი დამაარსებელი. მანძილები აიღეთ ერთად, ესა ანა აქეთ ჩამოიწიე რა. კი ვიცი რომ ძალიან მეგობრობ და კაი გოგოც არის ესეც, მაგრამ მანძილები ერთნაირი. მე-14 თაობაა დღეს უკვე სცენაზე, ვისაც თქვენ ნახავთ ახლა. ევროპარლამენტის დიპლომი 93 წელს გაღებული. 7 ფესტივალი აქვს მოგვებული და 7-ვე გრან-პრი აქ აწვია. დაოჯახთან კიდევაც, მასე მარტო არ არის. ისეთი ოჯახები გვაქვს, რომელიც ჩვენს ანსამბლში შეიქმნა. მიწაზე მომზილე, ვარცლი ვერ მოვიგონეო. ოჩახ. ამნაირი გოგოები არავის არ აქვს რა. სულ ყველა ხო სტუდენტია სამედიცინოსი. თავის პროფესიას კარგად ეუფლებია. და ალობა ღმერთს რომ ეს ნიჭი აქვს და სიყვარული კიდევ ამ ქართული ხალხური სიმღერის და სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტა რომ მიეცეს საშუალება სამედიცინო სტუდენტისათვის რომ სხვაგან არ წასულიყო თქვა მოსამზადებლად და მას რაც აინტერესებდა კულტურაში და კულტურის სფეროში ქონოდა თავის მშობლიურ უნივერსიტეტში. კულტურის სფეროში მოწვეული ყავს პროფესიონალი პედაგოგები. გნებავთ ვოკალში, გნებავთ ქორეოგრაფიაში, გნებავთ კლასიკურ მუსიკაში. ანსამბლი სულ რამდენიმე ხნის წინ გახდა 40 წლის და ეს 40 წელი ჩვენ აღვნიშნეთ ჩინეთში გასტროლების დროს. ეხლა ვემზადებით კიდე სტუდენტური დღეებისათვის, რომელიც სულ ახლა გაზაფხულზე დაიწყება. მეტა განახათ ის თვალები ანთებული ამ ბიჭების და გოგოების, როდესაც პირველ ადგილს აიღებდა სოფლიო ფესტივალზე, შენ ხარ პირველ ადგილოსანი, ანუ საქართველოა უკვე, შენი ქვეყანაა წარმატებული. აი ეს არის უმთავრესი ამათვის ამ ჩვენი გოგო ბიჭებისათვის. სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსის მედიცინის სტუდენტი და მიუხედავად ჩემი ძალიან დატვირთული გრაფიკისა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვირაში 3-ჯერ აქ მოსვლა და ერთგვარად განტვირთვა. მარჯვენა. მე რაც უნივერსიტეტში ჩავავარე, პირველი წლიდანვე აქ ვარ და აქ ვცეკვავ უკვე 4 წელი გახდება და სანამ 6 წელი არ შემისრულდება, აქედან წასვლას არ ვაპირებ.